გამარჯობათ, მშვიდობის ხალხნობნელა. შუბს ვერ ავანთებ, იმიტომ რომ არა გვაქვს. არ ვიცი რატო არ გვაქვს. მე რავი არ გვაქვს რა. ჩაქრა ეხლა. ჩემს წიწილებს. ცხელი წყალია, მე ცოტავდებ და ისე ვიჭორავთ. ცოტა ხნით ჩავს. გამარჯობათ, გახსნილად ვაცხადებ ამ სეზონს. მაგრამ ამოვძრეთ, მოდი. ხო, ვისაც თმებზია გართულება სველთავით. და დავდივარ აიდარდი. და იცოდე, კაი სიმღერა აღმოვაჩინე 2 დღეა უსმენ, აიდარდი ჰქვია. და მეგონი ფონად დავადებ ხოლმე. და ვერც გავიშურობ, იმიტომ შუქი არ არის. კიდე კაი ბანაობისას არ ჩავიკრა. ხო, მოკლედ. შუქი ჩაქრა და წიწილებს მაქვს ჩართული ვიდეოს ჩავწერ და გამოვალ. ხელ შემიშლი შენ და ილაპარაკოსთან და აი ესე მინდა დავდორო. ხო, აი ესე უფრო კაი განათება მე მგონი. ალაგებული ნახეთ. ნინო მაალაგაც ხა. მოკლედ. დილას ამომიყვანა ჩემო ძმა ჭუკია ერთი ინდაურის. ერთი ცალი გამოჩეკავდა, შენ ხო ყავს წიწილებიო და კრუხისაო და იმასთან ჩასვიო. კანადური. თუ კარგად გაიზარდა და რაღაცა კანადური არის, ანუ თეთრი ინდაურია. ხო და ისეთი ღუნღულა და ისეთი საყვარელია რომ რა იყოს. და ეხა შუქი რო ჩაქრა, შუქი მაქვს ჩაკიდული რა ლამპუჭკა რომ სინათლისთვის და სითბოსთვის, იმიტომ რომ კრუხი არ აყავ. მასე გავზადე ობოლა. ეხა უკვე მაგარი ბიჭია ობოლა და გალიაში ზის, თუმცა ღამე პატარა გალიაში ვსვავ და კრუხთან ვსვავ გალიით. სხვა საშუალება ვერ არ მქონდა და ეხლა მოვიფიქრე. ხო და მედია მალე მოვა, ცხელი წყალი ადუღებული არა. აი პლასმას წყლის ბოთლი რასაც გაუძლე და ისეთი ცხელი წყალი ჩავასხი და ტილო გადავაფარე ამ ბოთლს რომ თლათ ეხა არ დაიწუნენ და მიყუჟულები არიან ამ ბოთლზე. და კარგად დავაფარე, რომ ცოტა ხანი სითბო შეუნარჩუნდეთ. და შუქი არ მოვიდა, ყველა ვარიანტში უნდა შეუცვალო. ხო, ყელტიტულა გამოიჩეკა, მაგრამ ანუ ეგენი არიან გამოყვანილი ჯიშის ქათმები და თვითონ კვერცხშივე შეიძლება დააკლდეთ რაღაცა, რა ვიტამინებით რაღაცა და ანუ რაღაცა 10-დან 5 იხოცება. მოკლედ ერთი ჩაიხრჩო შიგნით და მეორეც სავარაუდოდ მომიკვდება. მაგრამ 4 პატარა საყვარელი იაპონკა აი ესე არიან, ჯაფრთელად არიან და როგორც ობოლა გაიზარდა, ისე გაიზრდებიან. იმიტომ მიყვარს აი არანაირი ჰიბრიდი და არანაირი ის და მამა პაპული ჯიგრული ჩვეულებრივი ვარიკელა. გელია, ყველაფერს ჭამს და იზრდება იდეალურად. ხო და ესე იგი შუქზე დამოკიდებულებაში ვარ ამჟამად და ასევე ეს ვლოგია შუქზე დამოკიდებული. ინტერნეტს კი ჩავთავდი, მაგრამ ისა მობაილ ბანკიც ხო უნდა მაგას. დაველოდები რა თუ არ და რაღაცა იქნება. ხო, სამსახურიდან მოვალ ცოტა ადრე. მალე მოვჭით რაღაცა საქმეებს, მოვციტვით და წამოვალ სადღაც 5 იყო დაწყებული. ამოვიარეთ ჩემ ძმას და ჩემო ძმამ საჭველიც მომცა, ინდაურის წვრილი. ხო და მოკლედ ისა კაი ხანი ყოფათ, ალბათ მეორე თვის ვიყიდი მე. დილანდელი ვიდეო რო დაიდო, მოკლედ მე რომ მოველი, მე ვნახე კომენტარები და მე ზოგადად სამსახურიდან რომ მოვდივარ, ხოლმე მე ვპასუხობ ყველაფერს ამას. ხო და რომ მოველი, ვუპასუხე, მე ვნახე კომენტარები და სანამ კომენტარებს გეტყვით, კი არა და სანამ გავაგრძელებ მაგ თემაზე ლაპარაკს, გეტყვით იმას, რომ სათვალები უნდა გავიკეთო, იმიტომ რომ ვატყობ თვალი. ნინო! სადაა ჩემი სათვალი, ალბათ გარეთ. ვაგეიქნებს სარავშაკე. ამას ჩავიცვე, იმიტომ რომ არ მინდა რომ ამით ვიარო. ესე იგი, თუ მე ხვალე კაპიკი გრამი არ მექნება მოკლებული, არის ჩემი თანამშრომელი გიას ბრალი.
დღეს იცი რა მაჭმა ხალხთ. არ ვიცი, აჭარლებო, ძალიან მაგრად მიყვარხართ. კახეთი ხო მაგრად მიყვარს, ზოგადად ყველანაირი კუთხე ძალიან მიყვარს. კახური საჭმელებზე გიჟდები ძალიან მიყვარს. მეგრულ საჭმელებზე, სანელებლებზე გიჟდები, მოკლედ აი რო ჩამოთვალო ყველა კუთხეზე გიჟდები ყველანაირ ტრადიციებს. ეხლა ასე თუ ისე მაქვს შეხება, ნუ ახლა აჭარული ხაჭაპური და აჩმა ყველა მიცით და გაგვისინჯია ხო ახლა მეტნაკლებად ვინ როგორ აკეთებს ზოგადად სულ იმას ვამბობ რომ კუბდარი უნდა გააკეთოს სვანმა აჭარული ხაჭაპური და ეგეთი რაღაცები აჭარელმა ან უკვე აჭარელი ან რძალი რო აჭარელი და უკვე გააჭარელებული ხო და ერთი სიტყვით აჭარლებო ძალიან მაგრად მიყვარხარ და ძალიან მაგრად მიყვარს თქვენი კერძები რაც მე მუშაობა დავიწყე იქ ყავს აჭარელი თანამშრომლები ხონი ხულოდან ხოდა ბორანო ხო გახსოვთ მაშინ რომ ჭამე გებრიელესი იყო ბორანო არის ყველი გამდნა როგორ აი ცხელ წყალში დაალბობილი და რაღაცა ყველი უკვე და მე ამას რომ სახლის კარაქი აჭარული სახლში გამოყვანილი კარაქს რომ დაასხა დუღარის არა დამწვარ კარაქს აუ რა მაგარი ხო ხვალე უნდა გავაკეთოთ კვერცხის ბორანო გააკეთებს ანუ მოხაშულ კვერცხს აქ რო გავაკეთე ხო გახსოვთ რამდენიმე დღის და სასაცილო რო გამოვიდა არა ხალხო ის ძალიან მაგარია მე მაშინ არ მიჭამია მარხვის პერიოდში გააკეთე ჩემ არ ძალმა მის დღებში რომ სახლის კარაქი არ უჭამია მოკლედ რა პური ჩაიყარა შეგ ძალიან გემრიელია ხო და დღეს მოიტანა ანუ ბევრნაირი აქვს რა ეს ბორანო ყველის კვერცხის და დღეს მოიტანა კარტოფილის ანუ პიურე შიგ ყველი ბავშვობაში მეც უკეთებდი ხოლმე მაგას ბავშვებს პატარები რო იყვნენ ყველს უჭყლეტავდი ხოლმე ივანე თვეების რო იყო და რო გადავიყვანე კვებაზე პიურეს არ შეჭავდა თუ შიგნით ყველი არ იყო ამოზელილი ოღონდ ამ ყველაფერს აი ამას უკვე გამზადებულს ოდნავ ცხელს უნდა დაასხა ოდნავ ცხელი რა არის ცხელს უნდა დაასხა დამწვარი მოკლედ აი კარაქი არის აჭარლების სახლის დამწვარი კარაქი არის აჭარლების თავარი ინგრედიენტი დედა რა გემრიელი იყო ცოტა ხო გადავიღე მე კიდე ცოტა გადავიღე რო გავიხედ გამოვიხედე ბიჭები ადგენენ ანუ დილით ვჭამეთ და დილით მოიტანა სპეციალურად გავიხედ გამოვიხედ ნუ აღარ მინდა გიორგი ჩემ ძმადგა ფირუზა და გიაცადნენ ჩვენ აღარ გვინდაო და მე და მეგი დავრჩით მეგიმ ქვაფშივე ამოუსვა ეს პური და მივედი მივიცუცქე და ქვაბი მოვწიე ჩემს გემოსხა შეგეყოფა იცი რა გემრიელად ვჭამე ხალხო ქვაბიდან ავჭამე ქეთო მადლობა დიდი უგემრიელესი იყო არა გი ხო პიური ხო შენ გააკეთე არა არა მართლა ძალიან მაგარი იყო და ბოლოს უკვე კოზით მოფხიკე და ბოლომდე ვჭამე თლად გიას ბრალი არ იქნება ჩემი ხვალინდელი გრამების მოკლება თუ მომატება თუ არ დაკლება მაგრამ არა უშო ეხა ავადავლი არაფერი არ მიჭამე და ორი შოკოლადი მივაყრა ორი ძღორობა იყო ერთი შეიძლებოდა მაგრამ მაინც ნუ ნახოთ რა ყოველ შემთხვევაში ეხა რა მგონია ერთით რამე დაინგრეს რა ყოველ შემთხვევაში მოკლებული თუ არა მომატებული ნამდვილად არ მექნება იმიტომ რომ პატივს ვცემეთ კი ჩემ თავს ხო ხო ეგრე ეხა გავაგრძელოთ წეღანდელის ძალიან მაგრად მაინტერესებს აი მართლა ეს ფენომენი ვერ ამოხსენ რა ეხა გეტყვით აი ადამიანი მომწონდეს ადამიანი ჯერ პირველ რიგში მე საერთოდ არ მომითხოვია და არ ვითხოვ ხო სისულელი არის ხა რომ ვიღაცას მიყურებთ და იცი რა არის თქვენ რომ მე მიყურებთ ვალდებულები ხართ რომ გიყვარდეთ ჩემი ყველაფერი მოგწონდეთ და ან კიდე რატო მიიჩნევთ ზოგი ესეთი ტიპის ადამიანი რომ რაღაცა ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ვარ ან არ ვცდები
ან ნაკლი არ გაქვს, ან წიკი არ გაქვს, ან ჩვევა არ გაქვს. აი რატო ანუ ნახე, იმიტომ თვითონ ანუ აღარ რაღაცას წარმოსახვაში გააკეთებენ, რომ ეს და თვითონ წარმოსახვაში მერე ესეთი და წავედი არხიდან და რაღაცა. ეხლა რატო გეუბნებით მაგას? ელემენტარული ჯერ კარგად დაფიქრდით ხოლმე, ვინც მსგავსად აპირებს წასვლას და რაღაცა, ჯერ ვისაც უნდა წავიდეს. აი, როგორც მოხვალთ, წადით. არც ძალით მომიყვანი ხართ და არც გიჭერთ. არ გიჭერთ. წამსვლელი მიდის, მომსვლელი რჩება და ვინც დარჩენილია, ის ბოლომდე დამირჩება. ჩემი წიკებ, მიკებ ყველაფრიანად, იმიტომ რომ იციან იმათ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სადაც მაგრად შემეშლება, სადაც მაგრად მაგარი რავი ჩვევები მექნება, რაღაცა წიკები მექნება, ანუ ადამიანი რამდენიც არის იმდენნაირი რაღაცა ხო აქვს ჩვევები და წესჩვეულებები და რავი ყველაფერი. წარმოსახვაში თქვენ თუ რაღაცა გგონიათ და მერე დაიჭერთ რომ ესეთი არ მე ნუ მაბრალებთ. არა, დაიცა მივალ იქამდეც. თან არ გავაგრძელებ რა. ჯერ პირველი ის, რომ ჩვეულებრივი ყოველდღიური ვლოგებია. დადგმების, წინასწარის სცენარების გარეშე. წინასწარის სცენარი რო დამედგა ეხლა, მაგალითად. აი ეს რო განახეთ, ეხლა რო შევამჩნიეთ ვიდეოში და არ შემიმჩნევია ისე მოვეცან. დილით ნინო ალაგებს ხოლმე რო იყვით. ამას გავასწორებდი იმიტომ რომ ეს ნახე რას გავს. ესე როგორ შეიძლება? რა სიტყვის ხარხი? ანუ აი ხო ფიქრობდე. აი რა აზრი აქვს ესეთ ვლოგის და სიყალბის ყველაფერი რო იქნებოდა. ეს არის ჩემი ყოველდღიურობა, არა, ყველაფერი არა. ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. ყველაფერს მართლა ბოდიში და TikTok-ზე რო გადაირივნენ უკვე და ტუალეტშიც ისე შედიან კამერით და აბანოშიც და იმით ღმერთმა დამიფაროს. ხო, ანუ რაღაცა ნაწილს გაჩვენებთ, რასაც ვთვლი რომ აუცილებელია. ხო? კი. ზოგი მაიცის ხოლმე კიდე იმ ზღვარის გადაკვეთა და ბევრმა გადაკვეთილი უკან დააბრუნა და დაწყნარდა, მაგრამ ზოგმა კი არ გადაკვეთა, კიდე იქით უნდა წასვლა და წავიდა. იქით არა არხიდან. ანუ მიყურებს, მაგრამ ვეღარაფერს ვერ მიკომენტარებს, იმიტომ რომ დაიბლოკნე. ბევრჯერ მithქვია და ბევრჯერ სანამ დაბნელდება მინდა ვთქვა, რომ ანუ ჩვეულებრივი ხა ეს ვლოგი არის თქვენი ჩემთან მოპატიჟება, ანუ მოგიპატიჟეთ. სურვილი გამოვთქვი რომ მომეპატიჟეთ. ეხლა ნახეთ პარალელს გავავლებ რა, რას გულის. ძალით არ შემომიყვანი ხართ, მოგიპატიჟეთ და თქვენი სურვილით შემოხვეთ და მიყურებთ ახლა. იგივე არის, გავედი კარების, სტუმარმა დაიძახა, ანუ რაბი ვითხოვე ვისაც გინდათ მოდით ყავაზე და ამოველი დაგვსვით ზალაში. გარეთ რომ აქ ზალა. და მე 2 წუთით მივტრიალდი, რომ ყავა მოგიდუღოთ. და ამოველი და ზალაში არ დამხვდით, დამხვდით საძინებელში, ანუ რაღაცა იქექებით. იგივეა რა. გაჩვენებთ იმას, რასაც საჭიროდ ვთვლი და იმის იქით ნუ გაიქექებით. როგორც არ უნდა იქექოთ, მაინც არ გაჩვენებთ. ან რას ეძებთ, ეგეც ძალიან მაინტერესებს. ეხლა ცოტა მივდივარ უკვე იმ თემისკენ რა ძირითადად, რაც აი მოვედი მეთქი წეღან თქვი და ნახე კომენტარები, ნუ დავაგულე რაც რაღაცა და შემხვდა ერთ-ერთი კომენტარი, რომელიც მეწყინა არა. გამიკვირდა ხალხნო, იმიტოც არა რომ ვაიმე, როგორ შეიძლება კაცო, მე ხო ისეთ საყვარელი და ძვირფასი ვარ, როგორ არ უნდა უყვარდე, არც ეგ. ყოველდღიურ ვლოგებს მეთქი რა საუღნიშნო, ხო? ყოველდღიური არის, რა ვიცი, მაგალითად, ხო შეიძლება, აი ხა თმაზე რატომ მოვიკიდე ხელი, თმაზე გაგიჟდა რა. ჩამომვარდება, გადავიწევ, ან ელემენტარული თუნდაც აი მომწონს რაღაც მომენტში ხო შევიჭერი, სარკეში არ ჩაგიხედია ადამიანო, აი რაღაც ესე კეკლუცური რაღაცები არ გაგიკეთები, აი რაღაცა, ჩემთვის ეს სარკია. ვუყურებ ჩემს თავს რაღაც მომენტში არ მომეწონა ეს ლაპარაკში გადავაგდე. ანუ ესე ხო არ გიკეთებს სულ რა, ანუ საჭმელს ხო არ ვაკეთებ და თმებს ხო არ ვიქნევ, ან შენ ხო არ ჭამ და თმებს არ ვივარცხნი.
რაღაცა მომწონს. აი ხა ეს პერიოდი, აი ესე მაქვს. ეხლა ამ ლაპარაკში ესე გადავიდე. ოღონდ იმიტომ კი არა რომ მე უკვე სამაქრო, აი მინდა რომ ესე ვიკეთო. არა. ელემენტარულია, ჩვეულებრივი ბლოგია, სადაც ან თმა ჩამოგებხატება, ან ბევრჯერ ჩამირთვია ვიდეო და აი მაგალითად ეხლა რომ შეკრული მქონდეს აი ესე, ბევრჯერ ჩამირთვია ვიდეო და აღმომიჩენია რომ ითმები რას მიგავ. და არა მომიჭრია ის კადრი, იმიტომ რომ რავი, ჩვეულებრივი მოვლენა ჩემთვის რა. ხო და ეხლა უცბად რა ვიღო ეხლა ეს და შევიკრა. ამას უნდა წამები, ხო? შევიკარი. უკვე მოსაბეზრებელია ამდენ ჯერ თმაზე ხელის მოკიდება, დილას რო შევიკარი თმა, იმიტომ რომ ვიდეოში დავინახე რომ რას ავგავდი. და თან ის მიყვარს ხოლმე შორენა სუმაგაზე მეჩხუბება ხოლმე. თელი შორენა მომდევს პირველი გამომწერიდან. სუმაგაზე მეჩხუბება, სუმაგაზე მაუბედურებს, სუმაგაზე იმას შვები. მაგრამ არასოდეს არხიდან არ წასულა და არასოდეს არ შევძულებულ ვარ. ხო და ანუ მე წაველი არხიდან, აბა პაკა წარმატებები თუ რაღაცა მსგავსი. დამაინტერესა რა და გადავედი არხზე არა, კომენტარებს, ანუ არხის იმას რომ დააწვევი ამ ადამიანის. სადღაც 100 კომენტარი აქვს ჩემს არხზე დატოვილი და ყველა კომენტარი არის უძვირფასესი. მადლობა შენ ამისთვის, თუ ამას რეალურად ამბობდი და თუ რეალურად ფიქრობდი. იმიტომ რომ არა მგონია 100 კომენტარია დაწერილიო და 95-ია მიღებული, ანუ 5 კომენტარია დაკარგული, ჩემამდე არ მოსული. ეს იწერება ყველანაირი ინფორმაცია ჩემთან ჩანს. დამაინტერესება ახლა ერთი 10 კომენტარს გადავხედე და ოჯახს მილოცავ, წარმატებებს მისურვებ, ყველაფერს როგორ აი 100 ვიდეოდან სიტყვაზე შემეშალა და თმაზე სამჯერ მოვიკიდე ხელი, როგორ ვერ შეძელი იმის გატარება, რომ უბრალოდ თმა შევიკარი და იმის გამო დატოვე არხი. არა, მაგით ვარ გემნები, კარგად იყავი, ღმერთმა წარმატებები მოგცეს. ანუ იცი რა მაინტერესებს, ამდენი ხანი იკავებდი თავს, რომ ვითომ მოგწონდა ჩემი არხი, ვითომ მოგწონდი? იმიტომ რომ მე როგორ შეიძლება ადამიანი, აი რა ვიცი, ელემენტარული 1 წელი, აი ყველაზე პატარა მონაკვეთს ვიტყვი, ვისაც ხალხი გავიცანი, სულ ახალი ხალხი რა, ჩემი თანამშრომლები. ძალიან ძვირფასი ხალხი და აქ თავისი ჩვევა ადამიანს რა სიტყვაზე ვამბობ. ანუ შევიძულო იმის გამო და ვუთხრა რომ აუ შენთან იცი რა არის? შენ თმაზე ბევრჯერ გადაისვი ხელი და აი მაგალითად გიაზე. და ბორანიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ შენ აღარ მიყვარ. და აბა კარგად და რობისა რომ შენ ხვდები გამარჯობა არ მითხრა რა, რაღაცა ეგეთი თემა ხაყრო. რატო? ანუ აი ესე ვიტყვი ჟარგონულად ტიპი არ მიყვარს ეგ სიტყვა, მაგრამ იცი რა არის, შენ რო მიწერ კომენტარს, პასუხისთვის იყავი მზად. იცით რომ არასოდეს ვიდეოებს არ ვწერ კომენტარებზე, მაგრამ აი ეს ფენომენი მაინტერესებს რა არის. ან მართლა ძალიან გაღიზიანდი, მაგრამ გადავახვიე, ნახე, არ მომიკიდე, შევიკარი და დავამთავრე. всё, 15 წუთის მანძილზე, რავი, რამდენი წუთიანი იყო, 16 წუთიანი, 10 წამში შევიკარი თმა, ხო? საჭმელი უნდა გამეკეთებინა, მაგის დრო მქონდა, რომ თმებზე ესე მე გლასუნა? ხო? და ისა. ამდენი ხანი, ანუ როგორ იკავებდი თავს, რომ ეს არ გამოგემჟღავნებინა ჩემს მიმართ ის, რომ რავი, ძალიან არ მინდა დავიჯერო, რომ ის 95 კომენტარი იყო ტყუილი. იმიტომ რომ ტყუილს გავს 100%-ით, იმიტომ რომ ერთი სიტყვაზე შენი თქმით, ერთი თმაზე ხელის გადასვლა ვერ მაპატიე და იცი რა წარმატებები წავედი მე. როგორ შეგიძლიათ ესეთ პირველი არ ხარ. ანუ მე დაგბლოკე. იმიტომ რომ შენ რო ცდილობ მატკინო, მეორედ აღარ მოგცემ იმის საშუალებას. არ გეგონოთ რომ ბევრჯერ მითქვა ვატარებ კომენტარებს, ყველას ვატარებ. ისეთი კომენტარებიც, ესეთი კომენტარებიც რაღაცა, მაგრამ მოქმედებს ადამიანზე და ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობ ესეთ ძვირფას კომენტარებს მიწერდი და მე უცბად გადაწყვიტე, იმიტომ რომ თმა გადავიწი, შენ თმას არ იწევ, არ ეხები? მე რა მოხდა შევიკარი. ეხლაც მაქვს და აი ესე მინდა რომ აი რაღაცა მომწონს, ახალ დაბანილი, არ აღარა ვარ თევზიანი და მომწონს.
დამბლოკე. აი, რა ვიცი, რაც კიდე ის იქნება უკვე დაგბლოკე. აი, როგორ ქაჩავთ იმას ესეთი ტიპის ხალხი, რომ აი, თუნდაც ერთი თვე ყოველ დღე მიწერდა კომენტარებს, ერთი თვის ვამ ყველაზე მინიმალურს ვიტყვი. ერთი თვე გიждდებოდეთ ჩემზე. მე იმას არ გეუბნები, კიდე გეუბნები, რა უნდა გიждდებოდე აბა, მარა? არა. რაც გინდა ეს ხო შენინება იყოს, შენ წელი მე ხო არ გაიძულებდი. მაგრამ ესე როგორ გიტრიალდება თუ ცვათ. მე ესეთ ხალხი მგონია, რომ ჩემ აზრს გეუბნები, როგორც შენ დააფიქსირე შენი აზრი, ნუ გაბრაზდები და ნუ განრისხდები, იმიტომ რომ აი შენი დაწერილი არ მეტკინა, მეწყინა. ოღონდ ვფიქრობ, რომ უკვე ლაითად. მიუხედავად იმისა, რომ არ გცნობდი იმ კომენტარების გამო, გცემდი პატივს, მაგრამ რადგან შენ აღარ მცემ პატივს, არ გიყვარო კი არა, აღარ მცემ პატივს, იმიტომ რომ რა არის მოსაბიზრებელი, ყურზე თმა რო გადავიწიო? ნუ მეყურებ. იმის მიუხედავად, რომ შეიძლება რაღაცა მიასედის რაღაცა მეწყინა, შენც გეწყინოს მაშინ. მაგრამ მე ეგ მაინტერესებს, ამდენი ხანი როგორ გაქაჩეთ ესეთმა ტიპის ხალხმა, პირველი არ ხარ. კიდე გეუბნები, პირველი არ ხარ. ესეთმა ტიპის ხალხმა, რომ თავს აიძულებთ, რომ ვიღაცა გიყვარდეთ და მერე უცბად ფიქრობთ, რომ არა, всё ვერ შევძელი ამისის და მოდი ახლა დავემშვიდობებ. არ შეიძლება ეგ. ხო, იყავით ის რაც ხართ. არ მოგწონვართ, არც უნდა მოგწონდეთ თუ ფიქრობთ მასე. მაგრამ რატო გინდათ რომ ახლა თავი მოგაწონოთ? არ გახსოვთ ერთი მიწედა რომ თქვი შენიო ისა ვლოგების ყურება უკვე ძალიან ისეთი გახდაო რა. გახდა კი არა იყო რომ ანუ ერთი დაიგივეო დილას აღამ ადამიანო ოჯახი ვყა. დილით ქათამი, შუადღით ქათამი, საღამოთი ქათამი. დილით კატა, შუადღით კატა, ღამე კატა, ყველგან სიზმარში კატა, ყველგან კატა. ბავშვიც ასევე. რა გავაკეთო? აიო, კაიო, სამოგზაურო ვლოგები. წავალ დამირიცხე, ფული წავალ. პირად ნომერს მოგწერ ძალიან ადვილი დასამახსოვრებელი და პრინციპში მთელი რავი, რამდენი წელი ვიმახსოვრებ, არა, თურმე ადვილი ყოფილა. იქიდან შემოგთავაზებ ვლოგებს. ანუ გავიწყდებათ, რომ ანუ მე ვცხოვრობ და ვიღებ ვლოგს ჩვეულებრივ და თქვენ გგონიათ, რომ მე ვლოგს ვიღებ, მოიცადე, ახლდან თქვა, ცხოვრობ და ვიღებ ვლოგს, ჩვეულებრივ ცხოვრებით, ცხოვრობ, ვიღებ ვლოგს. ანუ ვლოგისთვის არ ვცხოვრობ მე. ხვალე რომ დამიდგეს ის მომენტი, რომ ან უნდა ავირჩიო ეს ყველაფერი და ან YouTube, როგორ გონიათ რას ავირჩიო? YouTube-ს? ძალიან ცდებით. ესეთ ხალხს მოგვარდათ, ვისაც ეგ გაგონი. ანუ მე ვლოგისთვის არ ვცხოვრობ. მე ვცხოვრობ და ისე ვიღებ ვლოგს. ვისაც არ მოსწონს, შეუძლია გზახსნილია წავიდეს. დამრჩებიან ძალიან მაგარი ხალხი, ვინც 1000 გამომწერიც არ მყავდა იქედან მომყვება. ვინც ყოველდღე მიკომენტარებს და ვინც ყოველდღე კი არა, შეიძლება არსებობს ადამიანი, ბევრჯერ დაუწერიათ, რომ არასოდეს დამიკომენტარებია, მაგრამ 1000 კაციც რო არ ყავდა, მაშინდელიდან მოყვები. აი ესეთი ხალხი დარჩება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ არა აკომენტარებენ, შეიძლება 60% ჩემი არხის მაყურებლების, ვიცი რომ ყოველთვის ჩემთან არის, იმიტომ რომ ეს ნახვებზე აისახება და დამიჯერეთ, რომ თქვენი წასვლით მე არაფერი არ დამაკდება. მირჩევნია, სულ იმას ვამბობ, 10000 გამომწერი ხომ მყავ. მირჩევნია მყავდეს 5000, მირჩევნია ალალი. ანუ, ნუ მიყურებთ, ვინც ჩემგან რაღაცას ელოდებით, ან თქვენგან შეთხზული რაღაცა იქნება რა. აი მაგალითად რაღაცა ეს ამას არ გააკეთებს, აი რავი, ეხლა რა ვთქვა, უაზროთ რაღაცა თქვენი წარმოსახვით რომ მომანჯო და დრობ დავაკეთებ. დავიწე, აი მე შენ ერთგან რატო არ წარმოგიდგენია, ვინ გითხრა რომ ან ვერ გავაკეთებ, ან არ გავაკეთებ, ან არ შემეშლება, ვინ, რა ვიცი, საიდან თქვენ აგონიათ იქიდან გამოვიპარე 64-დან? ეგრე არ არის. წამსვლელები წადით, ძალიან მაგარი ხალხი მრჩება და ჩემთვის ეს სრულიად საკმარისია. მიყვარხართ ყველა
უცნობობა და ნაცნობობა, ბევრი უცნობი მყავს გარშემო და ბევრი აი საერთოდ რო ცხოვრებაში არ მინახია ისეთ სიყვარული მაქვს მიმართ და ვიცი რომ მართლა ანუ არ გეგონოთ წეღა რო ის თქვი რომ არ მიკომენტარებენ მეთქი არა ვიცი რომ არსებობთ ხარხნო ესეთი ხალხი და ჩემგან დიდი პატივისცემა თქვენ არ ჩანხართ მაგრამ ვიცი რომ არსებობ და აი თუნდაც ყოველ დღეც არ მიყურებდეთ ერთხელ ხომ მაინც მიყურებთ მადლობა ამ ყველაფრისთვის და ესეთი ხალხი ვინ ჩემგან ამას მოითხოვს მოელის ვერ წარმოუდგენია და უნდათ რომ ვიცხოვრო ვლოგისთვის ესე არ იქნება და ესეთებისთვის იცით გზა საითაც არის ხო და რაღაცას რომ ვერ წარმოიდგენთ ხოლმე ატკები და მეც დაგბლოკავთ მაგით გადაგიხდით სამაგიეროს მოკლედ ასე ეხლა კიდე შორენ მიყურე სანამ ვიარსებებ აი მით უნდა მოგიშალო ნერვები აი ეს კატახო შეგაყვარე ამას კიდე ჩავიცმევ ეხლა უნდა ჩავხედო ინდაურს პატარა ჭუკიას და 4 წიწილას რომ წყალი ხوار გაუცივდათ ცხელი ჩაუსხა რა სამთხოვთ ხალხო ხან მთელი დღე ხან თევზს დავდებ ხან ინდაურს ხან ჭუკიას ხან ქათამს და ხან კიდე ადამჩა კატა თმებზე ხელი მიკუს ეთყობა კატები გიყვარს იმიტომ რომ შორენას უკატებზეც მეჩხუბება და ანებენ ნუ ლოღნი და ნუ წოწნიო მაგრამ შემიძლია შევჭამო ისე მიყვარს ასე რომ რავი ბევრ რაღაცა შეიძლება არ მოელით შემგარ მაგრამ ვაკეთებ მაგრამ ეს ჩემი ბრალი არა თქვენ რო არ მოელით დაღამდა ხალხო წავედი კარგად იყავით შუქი თუ მოვიდა ვლოგს ავტვირდა და მიყვარხართ ყველა